პროტესტის მე-100 დღესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია არის შეკრების ერთ-ერთი მთავარი წერტილი და ადგილი. აქ შეკრებილი მოქალაქეები გადაინაცვლებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ შეუერთდებიან პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტების აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მარშს. თქვენ ახლა ამ წუთებში ხედავთ, რომ უკვე იწყება მსვლელობა და რა თქმა უნდა, აქ შეკრებილი მოქალაქეების პოზიცია და სათქმელი არის უცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა უპირობოდ მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნების ჩატარება და რა თქმა უნდა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ანდრო ჭიჭინაძის დედა არის ჩემთან ერთად და აუცილებლად პირველ კითხვას დაგისვამთ იმასთან დაკავშირებით, როგორი მხნეობის საუკეთესო მაგალითს აჩვენებენ ახლა ეს ადამიანები, ეს ბიჭები, რომლებიც ციხიდანაც კი გაცილებით სიმტკიცით და მტკიცე პოზიციით ამაგრებენ ყველას, ვინც დღეს სხვათა შორის დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგას. რა არის თქვენი მთავარი სათქმელი და შეგიძლიათ ამ დროსაც მიმართოთ და ჩვენი ეთერის საშუალებით უთხრათ თქვენი სათქმელი. მართლაც სინდისის პატიმრები ჩვენ გვამხნევებენ. იმდენად ხნეთ არიან თვითონ, იმდენად ამ სამ თვეში ისე დაკაცდნენ, ისეთ რაც სიმტკიცე აქვთ, რომ ჩვენ ყველას გვამხნევებენ იქიდან. ამ დროს მინდა მიმართო, რომ ასე მხნედ გააგრძელოს. მე ვარ ძალიან მხნედ და კარგად და ერთმანეთს ვამხნევებთ, ან რომ მე და შენ ერთმანეთს ვამხნევებთ. უღრმესი მადლობა. უსმენთ ლიკა გუნცაძეს, ანდრო ჭიჭინაძის დედას. თქვენ ახლა ხედავთ აქ ბანერებითა და სხვადასხვა ტიპის შეძახილებით, წარწერებით მოქალაქეები მიდიან რუსთაველის გამზირზე. გესმის ხმა ახლა ყველგან მილიცია, არსად სამართალი, რაც არის დამახასიათებელი მიმდინარე პროტესტისა და მიმდინარე აქციების. სანამ ეს ადამიანები გადაინაცვლებენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, როგორც უკვე აღნიშნე, ისინი შეუერთდებიან იმ აქციას, იმ შეკრებას, რომელიც ახლა მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და შემდგომ უკვე ეს ადამიანები ერთიანი ერთობლივი ძალებით სწავლენ რუსთაველის გამზირზე, რომელიც არის შეხვედრისა და შეკრების მთავარი ადგილი. ახლა მოვისმენთ ჩვენ სხვა მოქალაქეების პოზიციასაც და კიდევ ერთხელ გავიგებთ იმას, თუ რატომ არიან ისინი აქ შეკრებილები. აი ახლა გესმის სიმართლისთვის ბოლომდე გამარჯობა. ხარით მათედევიძის ოჯახის პროტესტის მე-100 დღესაც მოქალაქეები კვლავ ქუჩაში დგანან და მე-100 მთავარი სათქმელი. ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ძალიან გამოყოლ ყველანი გარეთ. არ მაწერთ ძალიან დიდი მადლობა, გამარჯობა. ეფიეს მინდა რომ მიმართოთ ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში. არის სათქმელი ამ პროცესში, რადგან ხედავთ, რომ ხელისუფლებას უნდოდა ეს პროტესტი ჩაეცნო, მაგრამ მე-100 დღესაც ასე სიმბოლურად ჩვენ არ გავჩერდით არ დავუწყობთ ამ ქვეყანას არავის. სამართლოებს აუცილებლად გავარკვევთ. არავის არ დავუწყობთ ჩვენ ქვეყანას. რეჟიმის პატიმა. საუკეთესო ადამიანები ყავს ციხეში დღეს და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ბრალდებულმა უჭკვიანესმა ბიჭმა მეორე კურსელმა ლექცია ჩაუტარა ჩვენ პროკურორებს. ლექცია ჩაუტარა და ეს ლექცია ძალიან ჭირდებოდა ჩვენ პროკურორებს. ძალიან. დიდი მადლობა. ასეთი იყო უკანონო დაკავებული ადამიანების ოჯახის წევრების პოზიციები. ისინი კვლავ არიან იმ განწყობაზე, რომ ახლა ქუჩის პროტესტს ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან როდესაც ხელისუფლება გამოდის ყველა დემოკრატიული ჩარჩოდან და ფარგლებიდან, ერთადერთი რაც მოქალაქეებს რჩებათ არის ის, რომ გამოვიდნენ, მოახდინონ ქუჩების პარალიზება და მშვიდობიანად დემოკრატიულად არაძალადობრივად გააგონონ რეჟიმს. ის არის უკანონო და დასაკვირველია, თავ ჟღერდება ის მთავარი მოთხოვნები, რომლებიც არის მთავარი და გვალვად დასდღის წესრიგში. ეს არის უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება. ახლა კი ეს ადამიანები მიემართებიან
თესეუს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც როგორც უკვე აღნიშნე, შეკრებილები არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და ამ პროცესში სტანდარტულად მათი საქმელიც არის იგივე იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ამიტომ ისინი ქვეყანაში ითხოვენ მშვიდობას. ამას სითხისაც კიდევ უფრო წარსული გამოცდილებისაც და პროტესტის ახალ ფორმებზე ადაპტირება არა მხოლოდ საღამოს თვითმიზნად არ უნდა იქცეს, მოკლედ ყოველ საღამოს რუსთაველზე დგომა და დღის განმავლობაშიც მათ შორის არალეგიტიმური პარლამენტის სხდომების პარალელურად უნდა იგრძნონ ფიზიკურად ხალხისგან ეს ბრაზი და სუსხი და მათთვის აღარ უნდა გაგრძელდეს ისე მარტივი ცხოვრება, როგორც იყო ამ დროის განმავლობაში. ის განმავლობაში ყოველდღიურად ვამბობთ, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პატიმარი რეჟიმის ტყვე და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი. აქ შევიკრიბეთ აკადემიური სივრცის წარმომადგენლები, სტუდენტები, ლექტორები, სხვადასხვა პიროვნებები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან უნივერსიტეტთან. რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ აკადემიური სივრცე არის ერთიანი. რეპრესიული რეჟიმი სულ უფრო და უფრო აქტიურდება. აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხება ეს იქნება სამედიცინო სფერო, საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენთაგანი უნდა გავათვალისწინოთ, რომ ეს პროტესტი თუ შეწყდა, ჩავთვალოთ, რომ ეს ქვეყანა უკვე არის რუსეთი და ბელარუსია. ამიტომ ჩვენ უნდა ვაპროტესტოთ მუდმივად, რომ არ მოდუნდეთ, იმიტომ მუდმივად უნდა ვაპროტესტებდეთ, რომ ეს ხელისუფლება დაიხიოს უკან და ჩატარდეს ახალი არჩევნები. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ცეცხლი ოლიგარქიას სწორედ ამ შეძახილებით მიემართებიან აქ შეკრებილი ადამიანები თბილისის მთავარი სატრანსპორტო კვანძის გავლით ვარაზისხევისაკენ, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აკადემიური სფეროს წარმომადგენლების პოზიციას გაიაზრებენ და გაიზიარებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა ყველა ერთობლივი ძალებით გაერთიანებულად უნდა უტევდეს ხელისუფლებას, რადგან ერთადერთი რაც ახლა ქართულ ხალხს შეუძლია ამ თვითგამოცხადებული ხელისუფლების პირობებში არის ის, რომ ხმამაღლა დააფიქსიროს საკუთარი სათქმელი, საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, სწორედ ქონად ეს ხმები გესმით ახლა აქ შეკრებილი ადამიანები სტანდარტული ფრაზებით მიდიან მსვლელობით ჯერ თესეუს მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი რა თქმა უნდა უცვლელად მეასე დღესაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე.